შემდეგი ანეკდოტი მოგვაწოდა ვინმე დათო კალანდაძემ თბილისიდან, რაზედაც ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფო, ისევ სამზონა, მერვე საავადმყოფო პროქტოლოგთან შედის სასწრაფოს მძღოლი. ანუ რიგით თანამშრომელი, რომელმაც მედიცინაში რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, კარები შეაღო თან ძმაკაცობენ რა, პროქტოლოგთან ახლოს არის და კარები შეაღო ხელი აქვს აფარებული ექიმო მიშველეო. მიშველეო აღარ შემიძლიო, ვერ ჯდებიო, ვერ დგებიო, ვერ ვიცინიო, ვერ ვლაპარაკობო, საშინელი ბუასილი მაქვს, გადამრიო, ტკივილი მატირებს. ექიმი ტელეფონზე ლაპარაკობს, რა მთავარ ექიმს ელაპარაკებო და ერთი წამითო ბატონი ნოდა რომ ორმზე ხელი დააფარა, და გამოაღო უჯრა, უჯრიდან ბუასილის სანთლები ამოიღო და მაგიდაზე დაუდო და 3 დღეო, დღეში 3ჯერო. მიიღეო და მერეო. გააგრძელა ტელეფონზე ლაპარაკი, მაგრამ შეხედა მძღოლმა რომ დაკავებულია რა კაცი ლაპარაკს აზრი არა, ხაიღო ეს წამლები, ისევ ტკივილით გავიდა, გადის 3 დღე, ისევ კარები შემოგლიჯა და შემოვიდა ვაიმეო. არაფერი არ მშველისო, ეს რა მომეციო. ისევ ისეთი ტკივილები მაქვს, საშინელიო, თან რა გემოაქვს, რა არისო, ტაოტის გემოაქვს. მე პროქტოლოგმა გახედა, რა ქედია შეშევა. ეგ წამლები დალიო. მაგრამ გახედა. აბა რას ვიზავდიო, ტრაქში ხوار გავიკეთებდი.